ვალდებული სტატუსი გამოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ის პროკურატურა ჯერ კიდევ არ აფიქსირებს რა სტატუსი მაქვს, იმიტომ რომ 48 დაკავებიდან 48 საათში თუ არ წაგიყენეს ბრალი, არ ახარ ბრალდებული. გამათავისუფლეს, ბრალი არ წაუყენებიათ, ამდენი ხანი გავიდა. რაც შეეხება მოწმის სტატუსს, ვარ დაკითხული, თუმცა მაშინ, როდესაც მე ამ საქმეზე დამკითხეს, საერთოდ არ ფიგურირებდა ბაჩო იმ საქმეში. მოგეხსენებათ, რომ მე სუსში დამკითხეს ბაჩო კრიმინალურ პოლიციაში იმ ყალბჩანაწერთან დაკავშირებით. ამიტომ მაქვს იქ მოწმე და ჩვენება მიცემული, მაგრამ მომავალში ვერა, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ნათესავის და ახლობლის ოჯახის წევრის მიმართ შეგიძლია არ მისცე ჩვენება საერთოდ, როგორც მოწმემ. აქედან გამომდინარე თვითონ არიან დაბნეულ მდგომარეობაში, არ იციან ეხლა რა გააკეთონ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ იმიტომ არ ადგენენ ჩემს სტატუსს, რომ ბაჩოზე მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ვაჭრობენ ამ ჩემი თავისუფლება არ თავისუფლების საკითხით. და ვნახოთ, არ ვიცი, მე ველოდები ყოველდღე დაკავებას, არ გამოვრიცხავ ამ სიგიჟეს ამათგან. ნახევარი საქართველოს ყავთ დაკავებული, რა ვიცი, ისეთი ხალხი უზით ციხეში, ეხლა საერთოდ არ გამიკვირდება, მეც რო დავემატო პოლიტპატიმრების სიას.